მახსენდება მე მაჰათმა განდის სიტყვები, რომელიც ამბობს, საშიში კოლონიზატორი და ოკუპანტი კი არ არის, არამედ ოკუპანტის გამოზრდილი შენივე თანამემამულია საშიში. ოკუპანტის გამოზრდილი თანამემამული ვინ ყავს საქართველოში, მე მგონი აბსოლუტურად ყველა ხვდებით. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ და მხოლოდ გამტარებელია იმ ინტერესების, რომ მე ასე ვხედავ ყოველ შემთხვევისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ფული მიიღოს და მეტი ფული როგორ უნდა მიიღოს? ხალხის ტოტალიტარული რეჟიმის მართვით. ისევ დაუბრუნდები დათა თუთაშხიადან მოსე ზამთარაძის ეპიზოდს. რითი მართავს ის ხალხს? შიმშილის შიშით? რას აკეთებს ერთმანეთში, რომ არ გაიხადონ ერთმანეთი მოკავშირედ მას, ვისაც გაიღვიძება გონება? სპირიდონა სულანჯია იმისთვის დასაჯეს, რომ სპირიდონამ გააცნობიერა, რომ არქიპოსეთური მხოლოდ იმდენს გვიხდის, რამდენი საარსებოდ არის საკმარისიო. და ამისთვის მას წაართვეს სამუშაო და შემდეგ 100.000-ს ავალებს. 100.000-ს, რომელსაც გამოიჭერს დასმენაში. და კარგიო, არ დაგჭიო, არ გაგიშვებ გავბაღჭიო, ოღონდო, წადიო, კოკინაშვილებთან მიდიო, უთხარი, რომ სპირიდონა სულანჯია იმიტომ დასაჯეს, რომ არქიპოსეთურზე ცუდი რამეები უთქვამსო და კოვლენკო მიიტანა ეს ამბავი თაბაგართანო. 100.000 წასვლის წინ კიდევ ერთხელ შეახსენებს ეტყვის. მოიცა, თუ კოკინაშვილები არ არიან ადგილზეო, მაშინ კოვლენკოსთან მიდიო. უთხარი, რომ სპირიდონა სულანჯია იმიტომ დასაჯეს, რომ ცუდი უთქვამსო არქიპოსეთურზეო და ეს კოკინაშვილმა მიიტანა ეს ამბავი თაბაგართანო. ანუ ნახეთ რა ხდება. ფაქტობრივად, ერთიც შეთხზულია, მეორეც შეთხზულია. თავარია აქ ქაოსში ამყოფოს საზოგადოება, რომ საზოგადოება მოკავშირე არ გაიხადოს ერთმანეთის ნდობა დააკარგინოს. რა გააკეთა ივანიშვილმა ამ 12 წლის განმავლობაში? გარდა იმისა, რომ დაშალა, დააკუცმაცა ოპოზიცია. რითი დაშალა? ფულით, მოსყიდვით, შანტაჟით და რა ცდილობს? ცდილობს, რომ ადამიანები არ გაერთიანდნენ და ადამიანები იყვნენ დაშლილი.